დღეს ჩვენ ვისაუბრეთ გლობალური მოქალაქეობის განათლების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თლავად გლობალიზაციის პროცესის შესახებ, გავმარტეთ რა არის ეს პროცესი და ასევე შევეხეთ ამ პროცესის შედეგებს. დღეს ახლა ყურადღებას გავამახვილებთ გლობალური მოქალაქეობის განათლების მიზნისა და არსის შესახებ. ვნახავთ რაში მდგომარეობს გლობალური მოქალაქეობის განათლება და რა ღირებულებები და ფასეულობები უნდა გააჩნდეს ჩვენი პლანეტის გლობალურ მოქალაქეებს. მინდა წარმოგიდგინოთ გაეროს გენერალური მდივნის პან კი მუნის სიტყვები გლობალური მოქალაქეობის განათლების შესახებ. ბატონი პან კი მუნი ბრძანებს, რომ განათლება გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან, როგორც გლობალური საზოგადოების მოქალაქეები და რომ ჩვენი გამოწვევები ურთიერთკავშირშია. თუ ამ სიტყვებს ცოტა ღრმად ჩაუხმავდებით და გავაანალიზებთ, ნახავთ, რომ რეალურად ეს სიტყვები სწორედ ასახავს და გამოძახილია იმ პროცესისა, რომელსაც გლობალიზაცია ჰქვია. გახსოვთ, რომ გლობალიზაციის პროცესი ეს არის სწორედ ქვეყნების დაახლოების პროცესი სხვადასხვა სფეროებითა და სხვადასხვა მიმართულებებით, ეგრეთ წოდებული ქვეყნების დავიწროების პროცესი. განათლება კი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ამ დავიწროების პროცესში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობამ და ჩვენ მსოფლიოს მოქალაქეებმა თავიანთი წვლილი შეიტანონ. რა არის კიდევ რას მოიცავს გლობალური მოქალაქეობის განათლება? ეს უნდა იყოს აუცილებლად ტრანსფორმაციული პროცესი, რათა ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ცოდნა 1, უნარები 2 და ღირებულებები და დამოკიდებულებები, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს მოსწავლეებს, რომ თავიანთი საკუთარი წვლილი შეიტანონ უფრო ინკლუზიური, უფრო მშვიდობიანი, უფრო სამართლიანი მსოფლიოს შექმნაში, რომ თავიანთი ღვაწლი და ქმედებები განახორციელონ ისე, რომ შექმნან ბევრად უფრო მდგრადი სამყარო და მდგრადი პლანეტა. თუ ჩვენ ასეთ მოქალაქეებს გავსდით, თუ ჩვენ ხელს შეუწყობთ ჩვენ მოსწავლეებში ისეთი ცოდნის და უნარების ფორმირებას, ისეთი ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რომელიც დაეხმარება მათ მდგრადი, ინკლუზიური და სამართლიანი და მშვიდობიანი პლანეტისა და სამყაროს შექმნაში, ეს არის სწორედ გლობალური მოქალაქეობის განათლების მიზანი და არსი.